ბიჭებო, რამდენი წავაგეთ, იცით? ეს ფული უნდა დავაბრუნოთ. Короче, ძალიან დიდი ფული წავაგეთ რა. არ ვიცი როგორ დავაბრუნოთ. ბიჭებო, იმ ინფორმატორს თუ მართლა ეგეთი კარგი საქმე აქვს. უნდა ვცადოთ რა, თქვენ თვითით რომ დასაკარგი აღარაფერი აღარ გვაქვს უკვე. Вообще, ჩვენი თუ გვეჩალიσα რამე? ან მაღაზია, ან ბანკი. Вообще, ლომბარდს მაინც დავეცეთ რა, იმიტომ იმ ინფორმატორს თავეცილი ხომ აიც მე აქ არა. ხომ არა, მოდი დაველოდოთ. გავიგოთ რა საქმეა ღირს თუ არა. შეიძლება ლომბარდზე ან მაღაზიაზე უკეთესი ვარიანტი შემოგთავაზოს. მე გაიჩიტა, ანის შენ ვაგერა. Короче, გავიგერო ფული გჭირდებათ, რაღაც საქმე მაქვს, რა თუ ვაკეთებ. რა საქმე? ვითომ ერთ ტიპია რა, ავანგარდში ცხოვრობს, მაგარი მახუთია, короче. დილას 9-ზე მიდის სამსახურში, 6-ზე მოდის სახლში რა. გავიც 9 საათი გაქვთ, რომ ბაითი გაიტანოთ. რავი, წესი საკმარისია რა. დედას მოუტყავთ, ბიჭო, ისეთ პრობლემებში ვარ. ყველაფერს ვიჟავ, როლიჟი ვალი მივიტან. დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ზუსტი მისამართია? ბიჭო, არაფერი შეგეშალო რა. გუშინ გამოსვლა ნაბიჭვარს კი არ ელაპარაკებ. თქვენაირი არიფები მიჯოვავენ ბიჭო საქმეში. სამივე ცოცხლად დაგმარხავთ რამე რომ იქაროთ. აიგეთ? შენც არაფერი შეგეშალოს, თორე ჯოჯოხეთის მოწყობა არ ჩვენ არ გვეშლება. აროჩე რა ერთი სიტყვით. ეს ტიპი ცხოვრობს ავანგარდში. დადიანის 23 ნომერია, მეხუთე კორპუსი, მესამე სართულზე ხელ მარცხნივ. იტოქს რამე არ გამომაპაროთ და საქმის კურსში მამყოფით რა. ხო გასაგებია ყველაფერი. გასაგებია. Хорошо. ანა დავაი ბიჭებო. ნახავ. სამსახურში გაგვიანდება. 5 წუთი რა. 5 წუთი უკვე 9 საათია. მიდრე საუზმეცი. ხო. ხილამაზდები ჩემი პრინცესა. როგორ მიდის სამსახურში საქმეები? დაწინაურებას რა შეპირდნენ, მალე იქნება? კი, ამ კვირაში 10 პირი მაგრამ წესით უნდა დამაწინაურო ყოველ შემთხვევაში ეგრე ნათქვამი და. ნახოთ. იმედია. ხარჯები გვაქვს სასაფარი. თან თუმცაც მალე სკოლაში შედის და ამდენს ვერ გავწვდებით შენი ხელფასით. არაფერია. დამაწინაურებენ და ყველაფერი კარგად იქნება და მიჯერ. იმედია. თორე დედა ჩემთან მოგვიწევს გადასვლა. კვირდები პირობავსდებ რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე ერთ სახლში ვიცხოვროთ მე შენ და ნუცა. მამა შენ იცი მე ბაღში კონცერტი მაქვს. ვაჰ, ჩემი მაგარი გოგო ხრუ მაგრეს დედასი და მამასი. კაი. მე გავიქესი. მაგვიანებ სამსახურში და ამათ გვენდის და მეკეც აღმოს მე გაწამოვიხ. ავედი.
როცა ხანაა. ყველაფერი დაგაგმოთ ვაგო. ბიჭი მოწოვეთ. მესამე საფუძველი მარცხნივ რომელია? მარცხნივ დიდი შეხოლის ბიჭაჩი გა. შენაკ რაში 120 ლარი. რა შემოგაყვათ ბიჭო შეხურა შოკი არ აქვს არც ეს ფული მოძებნე ფული ეს რა ფული ბიჭო ხო იცი რა საქმეს ყოვია ფული მოძებნე უბაში გავიჩიტეთ ვა ბავშვი ბიჭო ბავშვი მოვიტაცოთ გამომარჯოს. იმედია კაი საქმეზე მოხვედი. აბა იმედებს ხარ გაგიცრუებდი ეს საქმიდან შენი წილია ანუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რა თქმა უნდა საქმეზე არც ეჭვი დაგვიტოვებია და არც კვალი რა უქნათ ინფოს უთხრათ? მე ვერ ვიტყვი შენ უთხარი არა მე ვერ ვეთქვი შენ დაურეკე აი ჯანდაბას მომეცი მე ვერ ვიტყვი აგერ დაურეკე აუ ეჭველი იცი. ასიანი ანუ შემიძლია რომ რამე თამამად გენდოთ რა. რა თქმა უნდა მე და ბიჭებს ყოველთვის შეგიძლია დაგვირეკო ბაზარი არ არის. რა ხდება ბიჭო 100 ადრე რატო რეკოთ? ცუდი ამბავი გვაქვს რა მე გავი რა მოხდა? ხალი შემოგვაგვდა რა და ბავშვის მოტაცება მოგვიწია ფიქრობ მაგარი არასწორი ნაკოლი მოგვეცი რა არასწორი ინფორმაცია ბიჭო ფული სად არის? ფული? შიხო არ გაქვს ბიჭო რა ფული? რაო? ვერ გაიგე რაც გითხარი? ყლეზე მკიდია ძმაო რა ქენით და რა მიქარით ძმაო დაგენძრევათ ყველას როგორ შეკვირ რა დავიჯებით მომისმინი არის ფიქრო ამ საქმიდან შესმარტივად გამოძრები ხო იცი რომ ყველანი ერთად ვართ ხო და ეხა როგორ მოვიქცეთ ყლეზე მკიდია რაც გინდათ ისქენი ცოცხლები მაინც ვერ გადარჩებით ერთსეთი მაგის პირობას გაძლევთ მე ატყვე ჩაივა ჩივიდე დამ რაო მაგყალემ სკათი დავა გამარჯობა. ვა, ბატონო გახ. გუძანდი. აგა, შეიძლება. აი, მუშაობაში, შემოში. ჯაბა, შენთვის სამწუხარო ამბავი მოხდა. ხდებო?
ცუდია, მაგრამ სახელოსნო წაკეტვა გეცობს. ძალიან ბევრი ხარჯები გვაქვს და ამის გადახრას ვერ ავდივართ და უნდა დავიხუროთ. კი, მაგრამ წინა კვირაში მითხარით, რომ სახელოსნო ჩემთვის უნდა ჩაგევარებინა და ასე მარტივად რა შეიცვალა. ხო რა, მეტი არაფერს ხარ შემეძლო. შენ კაი ადამიანი ხარ და ცნობილი ვარ, რომ მარტივად იშორი ხო სამსახურს. მეტი ეს არის. მე ცუდ მდგომარეობაში ვარ. კი ბატონო, მაშინ. ავიც. მადლობა ყველაფრისთვის. ნახვამდის ჩა. ერთი წამი, როგორ არ შეიძლება? გამოტონე, როგორ არ შეიძლება? ანა! ანა! ერთი წამი. აია, გამოტონე. ხელი გამიშ. ხელი გამიშ, ბიჭო. ანა! ანა! ხელი გამიშ. ხელი გამიშ, ბიჭო. ანა! ანა! ხელი გამიშ, ბიჭო. ხელი გამიშ, ბიჭო. ხელი გამიშ, ბიჭო. ხელი გამიშ, ანა! ანა! თქვენ ესე იგი დაღუპულის თქვენ იგზავნებით? დიახ, თქვენი სახელდაგვარი? ჯაბა ვებუა. თქვენი სოლის სახელდაგვარი? ანა აბაშიძე. ბატონო ჯაბა, ვინმე საჯო პიროვნებმა ხო შეგიმშევათ ქრისტილი? არავინ, არანაირად. ვინმე ზეჭვი ხო არა გაქვთ? არა, არავის. ნაპოვნი სამხილებიდან რასაც ვინმე დახვდა დანანდა პისტოლეტი, ხო არ გესმის რომელი ვარ? ვიზიარებ შენ წუხარებას. მადლობა ვანო. მადლობა. ვიცი გულის ტკივილია და მინდა სურზიებაში დაგეხმარო. დიდი მადლობა ვანო. ვახტანგი 2 დღეში ჩამოვა და შენთან შეხვედრის ორგანიზება მთხოვა. ძალიან კარგი. სასტუმროში 2 დღეში გელოდებით. გასაგებია ვანო. ამ საქმეს მარტო ვერ გავუმკლავდები და იცი სადაც უნდა გნახო. გასაგებია. შეხვედრამდე მაშინ. შეხვედრამდე. კარგად ვანო. გამარჯობა ბატონო ვახტანგ, როგორ ბრძანდები? მადლობა. გაიჯექი. მოიტანე რას დაგავალე ყველაფერი. დიახ, ყველაფერი შევკრიბე რაც დამავალი, აქ არის საქაღალდაში. ძალიან კარგი. ჩაბაც აქ იქნება წუთი და ერთად გავიაროთ. დაველოდოთ. გამარჯობა ჯაბა. ჯაბა რას დალი? წყალი. ხო იცი რას ეს დაგიბარე ჯაბა? ხები დაახლოებით. მოკლედ, ვანოს იცნო. ეს დაგეხმარება საქმის მოგვარებაში. აი ინფორმაციაც.
ნებისმიერ ექსესზე ვანოს დაუკავშირდი. აუცილებლად. რა ვქნათ? რა მოვიმოქმედოთ? რა მე რა ვიცი რა უნდა. მაგას შაში რო გავიხდეთ ფაქტია. ანუ ამ შეიმედე ლაშა მაინც კარგად არის. ალო, სათხარ ქვეყნერო, სად ვიმაგდე? თქვენ შიგ ხო არა? ცოცხალია ეს ჩემისა, ლაშა. სად გამოვიდა? სათხარ. სადაც დამტოვეთ, იქ სად შევხვდით? მომისმინე. ლოკაცია ჩაგიგდებ და მე დათორნიკეს მოვალ, ბარ. კარგი. კარგი მოვდივართ. აუ, შემოძმაო, დიდი ბოდიში რა, თუ შეგიძლია მანქანიდან ჩანთის გადმოტანა მინდა და როდა მეხვანო რა. იდმაო, რა აუ, პრობლემა. მიდი შენ შემოგივლე რა. აუ, ათინავე მოხვიდე თუ შეგიძლია რა. მე იქიდან მივიდო. ეს ჩანთა, ხო? კი, შემოძმაო, ერთ ჩანთა. მოიცა ცოტა ფრთხილად. ცოტა ფრთხილად, ნაბოზა, ნაბოზა. შენ ნაბოზა. შენ ნაბოზა. ალო გოგო მე ვარ. ვისმინე კაროჩე. დღევანდელი ფრენის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით ბილეთი მინდა ამ წუთასვე ძმაო. მერე მოგიყვები შეჩემ რაღაც ყლეობაში გამჩითეს. ხო, არა აქვს მნიშვნელობა. დავაი, არა აქვს მნიშვნელობა ძმაო. ნებისმიერი 20 წუთში ვარ აეროპორტში ცოტა. შენი მეძევა. დავაი. მაინც მოგაგენი შენ ნაბოზარო შენ. გაიღვიძე ბიჭო. სად ვარ? რა ხდება? აქ ხარ, აქ, განკითხვაზე ხარ. რა განკითხვაზე? ჩემი ცოლი რომ მოკალიდა, ბავშვი გაიტაცე და გაუწყე შენ ნაბოზარო შენ. რა ცოლი და რა ბავშვი? თავს ნუ ისულელებ, შეახვარო. ზუსტად ვიცი შენ რო იყავი, ბავშვი სად არის? არ ვიცი, აზრი არა ვარ. ვიღაცაში გეშლე. რატომ ატყუე, ბიჭო? კარგი, გეტყვი. თორნიკეს და ლევანის ხავს ეს. გვარები და მისამართები დროზე შეთესლო. არ ვიცი, არა მაქვს კავშირები მათ. ყუი შეახვარო. არა, სიმართლეს გეუბნები. გამიშვიდე გაპოვინებ, ისინი მენდობია. შენ ვინ გენდობა, შებოზო შენ. გამიჯერე, ეს უბრალოდ შეცდომა იყო ჩვენ. შეცდომა რა. გამიჯერე. განაჩენი უკვე გამოტანილია. არა შეთესლო, არა!
ალო. რომელი? კაკრა შენზას ველოდით. რომელი ხარ? მომისმინე. შენი შვილი ყავს ჩვენ. და თუ გინდა ცოცხალი გადარჩეს, სტოტის წვანეს მოიტან რა. იქ სადაც გეტყვით. როგორ მომისმინე? მითხარი სად მოვიდე? მომისმინე. არანაირი პოლიცია, არანაირი არაღი, არანაირი არაფერი. შენ და ფულიცავსო ჩანთას მოიტან რა. არ არის პრობლემა, მალევე დაგიკავშირდები, ოღონდ თხოვნუცას არაფერი არ უნდა დამალაპარაკე რა. იც მომისმინე, იცოდე ბავშვი ვეღარასოს ვეღარ ნახავ, რასაც გეტყვი ისე არ იქნება და ჩათვალე ბავშვი დაიმშვიდობები. კაროჩე, წყალტუბოში, ძველ მიტოვებულ რკინიგზის სადგურზე რა. ოღონდ კიდევ ერთხელ გაფრთხილებ რა. არანაირი პოლიცია, შენ, ჩანთა, მოხვალ ჩანთაზე ბავშვი მიყავს და მიდიხარ. ესმის? ხო და ხარაშო. ყველა ისე იქნება, როგორც მიხარ. ინტერვიუ არა. ეს თამაშ ტელეფონზე მიდეკავენ. გისმენ ჯაბა. ალო, ვანო. დარეგის. რა ხდება? ფულს ითხოვენ მიწასანაცვლოდ. არ არის პრობლემა, მოედანზე გელოდები. აი, გამოდივარ. გამოდივარ. ჩემი შვილი სად არის? შენ შვილი ჩვენ ყავს. ფული ბავშვსადაა. სად არის ჩემი შვილი? დევა ბიჭო მეტი გაჭირდა და ფული მოიტანა. რა არის? არაფერი არ არის. რა მშიგაში. შვილი სად არის ჩემი შვილი ბიჭო? მოკლედ. ერთი რაღაც თქმა რა. აქ პირადული არაფერია. შენ ცოლის მოგდა, ჩვენს არ მინდოდა. უბრალოდ ასე მოგვიწია. არ გიდო არა? ჩემი შვილი სად არის? ეგრეა, გავიქეთ ლაშამ კარი ნახეს და უცით შენი და ხელავიროა და გავრასხობდით. დღეს იქნე ხვალ ზეპტო ათვისმენ. ანას გამო ბიჭო მაინც პასუხობ ჩემი შვილი სად არის? წარმატებები რა. ხა კიდე ბავშვი ხე. ჩემი შვილი. ნუ